მეგობრებო, სასიამოვნოა თქვენი კომპლიმენტების, თქვენი ლაიქების, თქვენი კომენტარების რო ვხედავ ჩემ არხზე, მიხარია, სტიმულს მაძლევს, მადლობას გიხდით თქვენი ყოველი კომენტარისთვის და ლაიქისთვის და ვნახოთ, აბა რამ შეუშალა ამ ადამიანს ხელი, რომ მოსულიყო ჩვენთან ამ ეტაპზე, აქ და ახლა, ამ აწმყო დროში, ვინც ახლა მიყურებს, ორ ვარიანტზე ვაკეთებ, რამ შეუშალა ამ ადამიანს ხელი, რომ მოსულიყო თქვენთან. ორი ვარიანტი. რამ შეუშალა ხელი, რომ მოსულიყო? პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი ვარდისფერი კვარცი, მეორე ვარიანტი აი ესეთი ოქროსფერი ციტრინი. თქვენ აირჩიეთ ჩემო კარგებო. პირველი, მეორე და დავიწყებ. რამ შეუშალა ხელი ამ ადამიანს, რომ მოსულიყო თქვენთან? პირველი ვარიანტი ვარდისფერი კვარცი. ეხლა ამ ადამიანს მართლა ეიფორიაშია და გრძნობა აქვს თქვენს მიმართ. აი იყურება გზისკენ, იყურება ჭიქით ხელში, არ ვიცი, შეიძლება არ არის ფხიზელი და ნასვამია. ეგეც გადასამოწმებელია. შეუშალა რაღაც წარსულის საუბრებმა, ლაპარაკებმა, აი უკან ამ თასების მხედრის უკან არის ღრუბლები. ღრუბელი რას ნიშნავს და ჩიტები, ხო, რაღაც საუბრები, ლაპარაკები, ენები, არასახარბიელო თქვენზე, მაგრამ აბა ვნახოთ. საბოლოო ჯამში გრძნობა აქ იყურება. შეიძლება არ არის ფხიზელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მოვა ეს ადამიანი, პირველი ვარიანტი. რა ვიცი, კარტი ძალიან კარგია. კი ბატონო, ამ ადამიანისთვის თქვენ ხართ სიყვარული, წარსული სიყვარული. შეიძლება ეხა ეს ადამიანი არ იყოს თავისუფალი, რომც იყოს თავისუფალი. ნახეთ, თქვენ მოგიაზრებთ მის ნამდვილ პარტნიორად. გული თქვენსკენ მოუწევს და რაც თავარია მოუწევს რატომ? ინტიმური, სიახლოვე, აი ხო გესმით, აი ეს ყველაფერი უნდა. ამიტომ თუ რაღაცა პრობლემები, წვრილ-წვრილი საქმეები, რაღაც სიტუაციების და გამო ვერ მოვიდა, იყურება თქვენსკენ, უკვე ცხენზეა ამხედრებული. ანუ აპირებს მოსვლას, დაელოდეთ და გადავედი მეორე ვარიანტზე, ვინც აირჩია ოქროსფერი ციტრინი, რამ შეუშალა ხელი, რო არ მოსულიყო, ანუ რო ვერ მოვიდა. შეუშალა რამ? ეხლა თვითონ დადარდიანებულია, დაღვრემილი ზის და იხსენებს რაღაც მომენტებს, რის გამოდაც ადამიანი არის აპათიურ მდგომარეობაში, აი სტრესულ მდგომარეობაში, მაგრამ ნახე, იმედს გვაძლევენ, რომ გრძნობა აქვს ჯერ ერთი, იმიტომ რომ ორივე დაასტა, პირველი ვარიანტიც და მეორე ვარიანტიც იყო წყლის სტიქია და რა არის წყლის სტიქია? არის გრძნობა აქვს, მაგრამ ნახეთ, პოზიცია ამ ადამიანის როგორია, ზის და იყურება. ფიქრობს, მსჯელობს, მაგრამ არ არის მთლად გახარებული, არ არის მთლად კმაყოფილი, არ არის მთლად ბედნიერი და მეორე პოზიცია ვინ ჩაიფიქრა? რა ხდება ამ ადამიანთან, ვინც მეორე პოზიცია ჩაიფიქრა? აი რატომ? იმედის მომცემი კარტი არის, იმიტომ რომ შეიძლება მოვიდეს, შეიძლება გადაწყვიტოს, გამოჩნდეს, მაგრამ რა ხდება? მიზეზი რა არის? რატო არ მოდის? გრძნობის მორევი, გზა, ფიქრი, მოკლედ ძალიან ბევრს ფიქრობს. ანუ ეხა აქ რა ხდება, ნახეთ. პირველ რიგში ამოვიდა ის, რომ ადამიანი არის განდეგილის პოზიციაში. რა არის განდეგილი? ადამიანი თავის თავში როა ჩაღრმავებული. პირველი კარტიც ამას გვეუბნება, ხო? რაღაცას ფიქრობს, მის ფიქრებშია, ძიებაშია. რაღაც არ მინდა, აი ცოტა ხან ჩემთვის მინდა. შემდეგ ამოვიდა გრძნობის მორევი რა? ის რომ ნამდვილად შეუყვარდით, ის რომ მართლა აივსო თქვენ და მის სიყვარული და შეიძლება ამან დააბრკოლა, გრძნობა გაუჩნდა, პრობლემა აქვს. ეს ვარიანტიც მოიაზრება კიდე ის რომ უბრალოდ დაიქანცა, ყველაფერი ვერ შეძლო, მისი ცხოვრების გზა, რომელიც გასავლელი აქვს, აქ მარტო არ ზის ამ ნავში. უზის ქალი და ბავშვი, შეიძლება მარტოც არ არის, ამ შემთხვევაში შეიძლება ყავს
საზრუნავი, შეიძლება ოჯახის წევრებია თუ არ ყავს თქვათ ცოლი და შვილი, ხო? ვიღაც ყავს, ვიზეც ფიქრობს როგორ წარმართოს უკეთესად მისი ცხოვრება და ეს ყველაფერი მიმართულია შორიგზისკენ. შეიძლება ამ მომენტში გზაზეა, ან შორგზაზე ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში დარდობს იმიტომ რომ თქვენთან ის წარსული, ის მოგონებები, ის რაღაც გრძნობა, დიდი გრძნობა მინდა გითხრათ, მაინც აკავშირებს მას და ვერ გივიწყებთ ეს ადამიანი და საბოლოო ჯამში რას გადაწყვიტავს მეორე ვარიანტისთვის? ანუ კონტაქტზე გამოსვლა, მოსვლა, თუნდაც მიმოწერა ამ ადამიანისგან გექნებათ? დღეს ხომ სიყვარულის დღეა. სიყვარულისთვის მოვა, საყვარლების კარტი ამოდის, დაელოდეთ ჩემო კარგებო, რაღაც მომენტი აქვს მელანქოლიის, ეიფორიის, რაღაცა ესეთი დეპრესიული, მაგრამ სიყვარულისთვის უარი არავის უთქვია ჯერ, ამიტომ აუცილებლად საყვარლების კარტი ამოდის, არჩევანის წინაშე შეიძლება იდგეს ეს ადამიანი და ფიქრობდეს, ესე ვქნა თუ ისე ვქნა, ანუ ძალიან ბევრს ფიქრობს, მაგრამ სიყვარულისთვის მაინც მოვა, იმიტომ რომ კურთხეულია ყველა გზა, ყველა სიტუაცია, რაც სიყვარულთან არის დაკავშირებული. და ამ შემთხვევაში ამოდის სტაბილურად თვითონ, როგორც იმპერატორი, ამ სიტუაციის წარმმართველი, ანუ აქაც ძალაუფლება მის ხელშია, უნდა სიყვარული. ანუ დაელოდეთ, არ ვიცი რატო აქვთ ესეთი პრობლემები, რა ხდება? და ეხლა თქვენთვის მინდა ვკითხო რჩევა. მეორე დასტას ავიღებთ, თქვენ პირადად, ვინც ეხლა მიყურებთ, გინდა პირველი ვარიანტი, გინდა მეორე ვარიანტი. აი თქვენთვის სამყაროდან რა მესიჯი მოდის თქვენ ყველასთვის, ჩემო კარგებო, ჩემო ლამაზებო, აბა რა მესიჯი მოდის სამყაროდან? ვაი, რაღაცა ჩქარობს, ძალიან ჩქარობს, კაცი ჩქარობს, ამოტრიალებულს მე არ ვკითხულობ, მე ჩემი კარტები მაქვს ყველანაირად დამოხტული, შელოცვილი, დაყენებული, რო იტყვიან. ასე რომ იციან მათ. კაცი ჩქარობს და რა, აი რჩევა თქვენთვის. რა ჩქარობს? ორი მამაკაცი. მოკლედ, ჩემო კარგებო, ორი მამაკაცი არის თქვენ ცხოვრებაში, ან გამოჩნდება მეორეც, არჩევანის წინაშე იქნებით, როგორც ჩანს, ორივესთვის არის. თუ ერთი მოდის აქტიურად ყვავილებით ხელში, მეორე ცოტა პასიურობს, მაგრამ არ გეგონოთ, რომ გრძნობა არ გქონდეს, მეორე უფრო სოლიდური ტიპაჟი ჩანს, ანუ თქვენ ამოდიხართ ამ შემთხვევაში, როგორც პატარა ბავშვი, პატარა რაღაცის, რომ ანუ გიხარიათ და სიხარულით სავსე მზე, ამოსულია მზე, რომ ათბობთ თქვენი ყოფნით, თქვენი საუბრით, თქვენი თუნდაც იქ იმ სიტუაციაში, სადაც არ უნდა იყოთ, ხო? აი ამ ადამიანებს, რომლებიც როგორც თაფლი ისე, ანუ ფუტკარიო, რო თაფლს ეწებებაო, თუ რა ვიცი, როგორ არის. აი ესე, გახვევიან ეს ადამიანები და ამოდის ფორტუნა. ფორტუნა ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ გიმართლებთ მამაკაცებთან, თქვენ პრობლემა არ გაქვთ და დაელოდეთ. ყველანაირად თქვენ იქნებით გამარჯვებული, იმიტომ რომ მზე ამოვიდა. აი ესე, სულ განათებული ყოფილიყავით მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში. აბა თქვენიცით. მადლობა.